პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძილინის პროვინციის დელეგაციის წევრებს შეხვდა. მხარებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალმხრივ ურთიერთობებზე და მათი განვითარების მნიშვნელობაზე, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობაზე. ხაზი გაისვა ხალხებს შორის ურთიერთობის მნიშვნელობასაც. შეხვედრას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძეც ესწრებოდა. საუბარი იყო ორმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე ზოგადად ბიზნეს სფეროში, კულტურის სფეროში, განათლების, ტურიზმის სფეროში და მნიშვნელობაზე ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს თუ ადგილობრივ ორგანოებს შორის ურთიერთობაზე. ჩვენ რამოდენიმე პროექტზე ვმუშაობთ ახლა ძილინის პროვინციასთან, მოგეხსენებათ შარშან ძილინის პროვინციის პირველი პირი ბრძანდებოდა საქართველოში, შემდგომ ჩემი ხელმძღვანელობით დელეგაცია იყო ძილინში და გაგრძელება სწორედ ეს ვიზიტი იმ რამოდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე, რომელზეც ალბათ უახლოეს ხანებში გვექნება საუბარი.